ქალებს აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტილების პროცესში. ქალები ნაკლებად აქტიურობენ, თუმცა ყველა ქალს აქვს უფლება იყოს აქტიური მოქალაქე. მსოფლიოს გლობალური ცვლილებების პროცესში ქალების როლი უმნიშვნელოვანესია. იყავი აქტიური, ხელი შეუწყე ცვლილებების განხორციელებას, ხელი შეუწყე გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას ყველგან, სადაც ამის პრობლემა დგას. იყავი ინფორმირებული, იყავი აქტიური, ჩაერთე ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტილების პროცესში. შენ ჩვენთან ერთად შეგიძლია შეუერთდე ქალების ხმას რეალური ცვლილებებისთვის. შემოგვიერთდით და გვისმინეთ რადიო ვივის პირდაპირ ეთერში. ყოველ ორშაბათს გადაცემა ქალები ცვლილებებისთვის. მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა ქალები ცვლილებებისთვის. მე მაია გავაშელი ვარ და შემდეგი 30 წუთის განმავლობაში ეთერში ვიქნები ჩვენ სტუმრებთან ერთად. გრძელდება გადაცემათა ციკლი ქვემო ქართლის ქალები მრავალშტოიანი დისკრიმინაციის დასაძლევა და ინტერსექციური ფემინისტური მოძრაობის გასაძლიერებლად, რომელსაც ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყარო ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან, ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან და რადიო ვივისთან თანამშრომლობით. ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობა გლობალური პრობლემაა. ის მსოფლიოში ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დარღვევად რჩება. გენდერული ძალადობის პრევენციისათვის დახარჯული უზარმაზარი რესურსებისა და დროის მიუხედავად, გოგონები და ქალები კვლავ განიცდიან ძალადობას სხვადასხვა ფორმით. ესაა ოჯახური ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ადრეული და ძალდატანებითი ქორწინება, ფემიციდი, არასრულფასოვანი განათლება თუ სხვა. ძალადობის მსხვერპლნი კი ხშირად განიცდიან სოციალურ სტიგმატიზაციას, როდესაც მათვე აკისრებენ პასუხისმგებლობას მიყენებულ ძალადობაზე და ადანაშაულებენ. პრობლემის ბოლომდე მოსაგვარებლად კი აუცილებელია კომპლექსური მიდგომები, როგორც სახელმწიფოს, ასევე სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების მხრიდან. დღევანდელ გადაცემაში სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ თუ რას აკეთებს სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორი ქალთა ოჯახში ძალადობასა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. რა პრევენციული ღონისძიებები არსებობს და რა სოციალური განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები ხორციელდება. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები კი იქნებიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი ლელა კვირიკაშვილი, ორგანიზაცია სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა წარმომადგენელი სამირა ისმაილოვა და სოციალური მუშაკი ნატო ბენიძე. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ქალბატონო ლელა, თქვენგან დავიწყებ საუბარს და გადმოვალ პირდაპირ შეკითხვით. ქალბატონო ლელა, გენდერული საბჭოსათვის ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია თქვენთან. თქვენი შეფასებით, როგორია დღეს ქალთა უფლებრივი მდგომარეობა მუნიციპალიტეტში უკვე სოციალური თვალსაზრისით? რა მიმართულებით არსებობს მათ წინაშე გამოწვევები და რა ბერკეტს იყენებს სახელმწიფო? რა ღონისძიებები ხორციელდება ქალთა გაძლიერებისათვის და მათ მიმართ დისკრიმინაციის პრევენციისათვის? მოგესალმებით, ეს თემა საქართველოში და მით უმეტეს ქვემო ქართლში და ბოლნისის მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ჩვენ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტი ვართ, სადაც კიდევ უფრო რთული და უფრო ფართო სპექტრზე სამუშაოა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია წლებია გენდერულ განყოფილებასთან ერთად მუშაობს ამ საკითხებზე, სწავლობს ძალადობის ოჯახში თუ ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლის საჭიროებებს, რომელსაც შემდგომ მომდევნო წლის ბიუჯეტში ასახავს. მაგრამ მიმდინარე წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ შექმნა სპეციალური პროგრამა, რომელიც ძირითადად პრევენციის და იმ საკითხების მოგვარებაზე არის ორიენტირებული, რომელიც პირველ ეტაპზეა განსახორციელებელი. პრობლემა იმაშია, რომ სამუშაო არის ძალიან ბევრი, რადგანაც პრევენცია იქნას განხორციელებული ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალადობამდე არ მივიდეს საქმე. მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ქალი უკვე ძალადობის მსხვერპლია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის სოციალურ სამსახურს აქვს სპეციალური პროგრამები შემუშავებელი, რითაც უზრუნველყოფს ამ ბენეფიციარს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის,
მუშაობთ ყოველდღიურად, ვსწავლობთ იმ საჭიროებებს, რომლებიც კონკრეტულად იმ ბენეფიციარებისათვის არის საჭირო, რომელიც ამ კუთხით, ამ მიმართულებით არის სამუშაო და სახელმწიფოსთან ერთად, სამთავრობო სექტორთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრილი იყოს. ამასთანავე მათი გაძლიერებისა და ქალთა ხელშეწყობის მიზნით ჩართული ვართ არაერთ პროექტში ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ვიცით, რომ ამ მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება, მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს ამ პროექტების განხორციელებას და ყველა საჭიროებას, რომელიც გზადაგზა გამოვლინდება, გენდერულ განყოფილება იქნება, სოციალური სამსახური იქნება, თავისი მიმართულებით ასახავს ამას თავის ბიუჯეტში და გამოყოფილი იქნება თითრეული თეთრი, რომელიც მოხმარდება მათ საჭიროებებს. ჩვენ ვიცით, რომ ასევე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მუშაობს ამ საკითხზე და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ყველას აქვს თავისი მიმართულებით მუშაობის დელეგირებული უფლებამოსილებები. ამ ეტაპზე ჩვენ კონკრეტულად საადობის მხრივ აღმოფხვრის მხრივ ჩართვის უფლება არ აქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტებს კონკრეტულად და ჩვენ სოციმუშაკებს, ამაზე მუშაობს ზრუნვის სააგენტო, რომლებიც უფრო მეტად აწყდებიან იმ საჭიროებებს, რომლებსაც ეს ბენეფიციარები, ასე ვთქვათ, განიცდიან. ყოველთვის მზად არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ითანამშრომლობს ამ საკითხებზე და არა მარტო ამ საკითხებზე, ყველა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს მუშაობა, რომ შევქმნათ ზუსტად ის პროგრამები, რომლებიც ამ პრობლემას მეტნაკლებად აღმოფხრის. მიმდინარე წლის ბიუჯეტში გენდერული კუთხით გათვლილია უკვე შესაბამისი თანხმები, შექმნილია შესაბამისი პროგრამა და იმედი მაქვს სოციალური პროგრამით სარგებლობა აღარ იქნება საჭირო ამ ქალებისთვის და უახლოეს მომავალში ეს პრობლემა აღმოფხვრილი იქნება. დიდი მადლობა. ქალბატონო სამირა, ქალთა უფლებრივი მდგომარეობა მძიმეა საქართველოს ყველა რეგიონში და გამონაკლისი არც ქვემო ქართლია. მით უფრო ჩვენი რეგიონი მრავალფეროვანია ეთნიკური მოსახლეობით. როგორია რეგიონში ქალთა მდგომარეობა და სამოქალაქო სექტორი რამდენადაა ჩართული ამ პროცესში და როგორ ეხმარება? ან რით ეხმარება მართ? როგორია ამ კუთხით სამოქალაქო სექტორის და ამ შემთხვევაში თქვენი უშუალო ჩართულობა? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მსმენელს. რაც შეეხება, თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ ზოგადად ქალთა უფლებრივი მდგომარეობა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში გამოწვევა ჯერ კიდევ და ქალები ჯერ კიდევ აგრძელებენ ბრძოლას საკუთარი ადგილის დამკვიდრების და საკუთარი უფლებებისთვის. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს რეგიონს, რა თქმა უნდა, არსებობს რამოდენიმე სპეციფიური მიმართულება, რომელიც კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მისაჭიროებს. სპეციფიკა ამით განსხვავდება ალბათ სხვა რეგიონებისგან. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი მათ შორის უფლებრივი მდგომარეობის და ქალთა ნაკლები ჩართულობის უშუალოდ გარკვეულ პროცესებში, იგივე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში პასიური მონაწილეობა, ხო, ჩვენს რეგიონში განსაკუთრებით აქტუალურია და ხშირად გენდერული საკითხები და ქალთა საკითხები ნაკლებად სენსიტიურია ხოლმე დღის წესრიგში. ჩვენი ორგანიზაცია უშუალოდ ზუსტად ამ მიმართულებით მუშაობს, თუ როგორ შეგვიძლია განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება, ინფორმაციის მიწოდება და შემდეგ უზრუნველყოფა, რომ მოხდეს რეალურად იმ პროცესებში, რაც მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს, რომ მოხდეს მათი ჩართულობა, მონაწილეობა. ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც მე განსაკუთრებით მაწუხებს და ჩვენ მუშაობთ, ეს არის ბავშვთა იძულებითი ქორწინების საკითხი. ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში სამწუხაროდ ჩვენს მუნიციპალიტეტთან იყო დაკავშირებული რამდენიმე გახმაურებული საქმე მათ შორის და ამ საქმეებმა ზუსტად ნათლად გამოაჩინა და გამოაშკარავა ის გარკვეული პრობლემები და სირთულეები, სადაც
უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო განსაკუთრებით სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან, როგორიც არის დროული და ეფექტური ჩართულობა, რეაგირება, რომ მოხდეს დროული პრევენცია. ზოგადად ქალთა და გოგონების ამ შემთხვევაში უფლებრივ მდგომარეობაზე თუ ვისაუბრებთ, ძირითად შემთხვევაში პროგრამები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაშიც და სახელმწიფო პროგრამებიც უფრო მეტწილად არის ორიენტირებული პოსტფაქტუმ, ანუ უკვე მომხდარზე გარკვეული რაღაცა შედეგის წინაშე რომ ვდგავართ, ვცდილობთ იმაზე რეაგირება მოვახდინოთ და აი მოცემულობაში გაუწიოთ გარკვეული დახმარება. ძალიან ცოტაა სერვისი, რომელიც არის პრევენციაზე ორიენტირებული, რომ მაგალითად, როდესაც ვიცით ზოგადი ტენდენცია უფლებრივი მიმართულებით, იგივე ვთქვათ, ბავშვთა ქორწინების საკითხს თუ ავიღებთ, პრევენციულად რას ვაკეთებთ, ხო? დღეს ვხედავთ იმას, რომ ბავშვებისთვის ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარება არ არის საკმარისი და უფრო კომპლექსური მიდგომა სჭირდება თუნდაც ამ საკითხს, თუ იგივე მშობლებთან მუშაობა, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საკანონმდებლო ცვლილება არის გარკვეულწილად საჭირო და აი აქ უფრო კომპლექსური მიდგომას ისაჭიროებს და ზუსტად ეს არის დროული პრევენციის ნაბიჯები. ჩვენ ხშირად რეაგირებთ უკვე მომხდარ ფაქტებზე და მაშინ ვცდილობთ გარკვეულ სერვისების უფრო მეტად შეთავაზებას. ამ ეტაპზე ასევე ჩვენი ორგანიზაცია ქვემო ქართლის მასშტაბით და განსაკუთრებით ბოლნისში მუშაობთ ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციაზე, სადაც არის იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციის სერვისი უფასო, ასევე ექიმი რეპროდუქტოლოგის, ვინაიდან ვთვლით, რომ სექსუალური განათლებაც ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი ის საკითხია, რომელიც უნდა იყოს დღის წესრიგში და უნდა იყოს ძალიან აქტუალური. კიდევ ერთი მიმართულება, რაც ვთვლი, რომ პრობლემურია და ბოლო პერიოდში მახარებს ის, რომ უფრო მეტად დავიწყეთ ჩვენს რეგიონში ამაზე საუბარი, ეს არის ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ზოგადად ქალების ეკონომიკური მოწყვლადობა და ეკონომიკური ძალადობა. ხო, ეს ტერმინიც არ არის ზოგადად ახალი, მაგრამ ჩვენთვის უკვე ამ ტერმინის ამოცნობა და ამ ტერმინზე საუბარი და ზოგადად ძალადობის ამ ფორმაზე მოსახლეობასთან და ქალებთან განსაკუთრებით საუბარი უკვე გახდა საკმაოდ აქტუალური და მგონია, რომ უნდა მოყვეს ამას აუცილებლად თავისი შედეგი, ქალებს უნდა კონდეთ გააზრებული, რატომ უნდა იყვნენ ეკონომიკურად დამოუკიდებელი და ძლიერები და ზოგადად აქამდე ძალიან ბევრ ქალს სრულიად არ მიაჩნდა, რომ ეკონომიკური ძალადობა, როგორც ასეთი შეიძლება რაიმე სახის ძალადობა განიხილებოდეს. ეს არის ძირითადი მიმართულებები, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია და ორგანიზაციის გუნდი მუშაობს ამ ეტაპზე. ქალბატონო ნატო, ქალთა უფლებრივი საკითხი მრავალწახნაგოვანია. ქალები და გოგონები ხშირად განიცდიან ისეთ ძალადობას, როგორიცაა ოჯახური ძალადობა, სექსუალური შევიწროება, იძულებით ქორწინება, სრულფასოვანი სწავლის ხელმიუწვდომობა. თქვენ უშუალოდ გიწევთ შეხება მათთან, როგორც სოციალურ მუშაკს. როგორ ხდება ძალადობაში მყოფი ქალების გამოვლენა? რა მდგომარეობაა ამ მხრივ მუნიციპალიტეტში და რა სახის დახმარებებს თავაზობთ? რამდენად მოყვებიან თავად ქალები? მოგესალმებით. ნამდვილად საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, ზოგადად სოფლიოში ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახური ძალადობა, მოზარდების მიმართ, ბავშვთა მიმართ ძალადობა კვლავ აქტუალური პრობლემაა მთელ სოფლიოში, სამწუხაროდ ჩვენს რეგიონში, ზოგადად საქართველოში და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ, როგორც ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო სექტორის მნიშვნელოვანი რგოლი ამ საკითხთან მომუშავე. ძალადობის ფორმებს შორის, რომელიც ჩვენ ზოგადად წერანის შეხვედრაზეც აღნიშნეთ, ყველაზე აქტუალური პრობლემა კვლავ რჩება ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში, ეს არის ფიზიკური იქნება, ის თუ ფსიქოლოგიური, საკმაოდ გავრცელდა და გახშირდა და გამოვლინება, უფრო სწორად გამოვლინების, ასე ვთქვათ, ხშირი გამოვლინება მოხდა, ეს არის
ადრეული ქორწინების ფაქტები, იძულებითი ქორწინების ფაქტები, თუმცა საკმაოდ გლობალურ პრობლემად რჩება და ერთ-ერთ განუწევ მიზეზად ქალთა მიმართ ძალადობის ეს არის გენდერული უთანასწორობა და გენდერული, ესე ვთქვათ, სტერეოტიპები, დისკრიმინაცია, რომელიც ძალიან ხშირი არის ხოლმე განსაკუთრებულად ეთნიკურ მოსახლეობაში, ეთნიკურ მოსახლეობაში. Ძირითადად გამოვლენა როგორ ხდება? პირველ რიგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს არის პრევენცია, რომელიც ძირითადად მიმართული იქნება ქალთა მიმართ, აი აღკვეთის მიმართულებით, ეს არის მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებები, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის შემუშავებული. მინდა აღნიშნო 2006 წლის კანონი, ეს არის ოჯახური ძალადობის შესახებ, სრულად დაცვა და დახმარების შესახებ კანონი და ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ კანონი, რომელიც შეუერთდა ჩვენი ქვეყანა და ამის საფუძველზე შემუშავდა მთელი რიგი დაცვის მექანიზმები, ოჯახში ძალადობის და კერძოდ ქალთა მიმართ ძალადობის, ეს არის სტამბოლის კონვენცია, რომელიც ფაქტურად წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე, ესე ვთქვათ, კომპლექს ღონისძიებებისა და მთელი რიგი, ესე ვთქვათ, პრევენციული მექანიზმებისა. ძირითადად ჩვენ როგორ მუშაობ? პირველ რიგში ძალადობის აღკვეთის და ქალთა მიმართ ძალადობის, ასე ვთქვათ, ეფექტური მუშაობა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი მუშაობის საფუძველზე. ჩვენ შემთხვევაში ეს არის სამართალდამცავი ორგანოებისა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, ასე ვთქვათ, ერთობლივი მუშაობის საფუძველზე არის შესაძლებელი, რომელიც მიმართული არის პირველ რიგში, ეს არის დამნაშავის დროული, ასე ვთქვათ, დასჯა და ასე ვთქვათ, დასჯის მექანიზმების, ასე ვთქვათ, გახორციელება და რა თქმა უნდა მსხვერპლთან მუშაობა, რომელსაც უშუალოდ ჩვენ ვახორციელებთ. მსხვერპლთან მოვაშაობის შემთხვევაში ძირითადი პრობლემები, რასაც ჩვენ ხვდება, ეს არის რა თქმა უნდა დროული გამოვლინება ძალადობის მსხვერპლი ქალების, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების, ეს იქნება მოზარდები, იქნება ეს ბავშვები, იქნება თუ ასევე მოხუცებიც, რომელიც ასევე შეიძლება იყვნენ ძალადობის მსხვერპლი, ეს არის დროული მათი, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა და დახმარება. და რა თქმა უნდა, მთელი რიგი სახელმწიფოს მიერ შემუშავებული მექანიზმები, მინდა აღნიშნო, ეს არის, ასე ვთქვათ, სამართლებრივი აქტები, რომელიცაც ახორციელებს, ასე ვთქვათ, ასეთ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები, რომელიც გარკვეულ დამცავ მექანიზმს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლთათვის. ეს არის მაგალითად მაკავებელი ორდე და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ გაიზარდა ეს ციფრი და ეს რიცხვი და გარკვეულ დაცვის მექანიზმს წარმოადგენს. ეს არის ერთჯერადი აქტი, რომელიც გაიცემა სამართალდამცავი ორგანოს მიერ, ამ შემთხვევაში პოლიციის მიერ და ერთი თვის ვადა აქვს მას და გარკვეულ დაცვის მექანიზმს წარმოადგენს ძალადობის შემთხვევაში, ძალადობის იდენტიფიცირების შემთხვევაში. დამცავი ორდერი აგრეთვე არის საკმაოდ ისეთი დაცვითი მექანიზმი, რომელიც გამოიცემა მაგალითად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და მას აქვს გარკვეული პერიოდი, რომელსაც 6 თვემდე ვადა აქვს, 6 თვემდე ვადა აქვს ამ შემთხვევაში, ზოგიერთ შემთხვევაში. მას ძირითადად გაიცემა ასე ვთქვათ, ძალადობის მსხვერპლის განცხადების საფუძველზე თუ არასრულწლოვანს ეხება, მაშინ ჩვენ როგორც ბევრს და ზრუნველობის ორგანო მივმართავთ აი ამ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე. და მინდა კიდევ აღნიშნოს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, ეს არის 2020 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ იყო შემუშავებული ერთ-ერთი კიდევ საკმაოდ ეფექტური მექანიზმი ძალადობის მსხვერპლთათვის, ქალთა ძალადობის, ასე ვთქვათ, ქალთა მიმართ ძალადობის, ასე ვთქვათ, დამცავი მექანიზმი, ეს არის ელექტრონული ზედამხედველობის ფორმა, ეგრეთ წოდებული ელექტრონული სამაჯური, რომელიც ხორციელდება და გამოიყენება განსაკუთრებით მაღალი რისკის, ასე ვთქვათ, მოძალადების მიმართ. და მე მინდა გითხრათ, ჩვენ მქონდა პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა, როდესაც ოჯახური ძალადობის ფაქტზე მეუღლის მიმართ იყო ქალბატონი ხშირი, ასე ვთქვათ, როგორც ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ხოლო შემდგომ განქორწინების შემთხვევაში იყო სერიოზული ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, ანუ ადევნების ფაქტებს ჰქონდა ადგილი და სწორედ ჩვენი რეკომენდაციის უწოდების საფუძველზე სამართალდამცავი ორგანოების, ასე ვთქვათ, ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე გამოიყო სწორედ ელექტრონული სამაჯური და გარკვეულ დაცვის მექანიზმს წარმოადგენს ნამდვილად ძალადობის მსხვერპლთათვის. ეხლა რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან, კიდევ ჩვენი სამსახურის მხრიდან ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფოს გააჩნია, თქვენ ალბათ იცით, ეს არის ძალადობის მსხვერპლთა, ასე ვთქვათ, თავშესაფარი, სადაც ხდება ძალადობის მსხვერპლის განთავსება. ეს არის ადგილი, სადაც განთავსება ხდება ძალადობის მსხვერპლის და ის
ღებულობს იქ ეგრეთ წოდებულ ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას, სამედიცინო დახმარებას, იქნება ეს თუ იურიდიულ დახმარებას გარკვეული პერიოდი, ძირითადად ეს ხარ 6-დან 1 წლამდე ვადით, რომელშიც ასე ვთქვათ, უშუალოდ ჩართული არის ჩვენი სამსახური. აგრეთვე არის კრიზისული ცენტრები, რომელსაც ხდება განთავსება დროებითი განთავსება ძალადობის მსხვერპლთათვის, ისინი ასევე ღებულობენ ასევე სოციალურ დახმარებას, სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციის კურსს გადიან და ფსიქოლოგიურ დახმარებას ღებულობენ ასევე იურიდიულ მომსახურებას. ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდევ ის, რომ ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძალადობის მსხვერპლთა ასე ვთქვათ თანამშრომლობის ასე ვთქვათ სურვილი, რომელიც ჩვენ წეღან აღნიშნეთ თქვენ შეხვედრაზე ხშირად თანამშრომლობაზე წამოსვლა არის ყველაზე სერიოზული პრობლემა განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობებში, იმიტომ რომ მოძალადების ასე ვთქვათ გენდერული დისკრიმინაციის გენდერული ნიშნით ასე ვთქვათ იდენტიფიცირების შემთხვევაში ძალიან ძნელია ასე ვთქვათ აი ამ დარჩის მექანიზმების ასე ვთქვათ დროული გამოყენება და დასჯაც. ამიტომ პრობლემები კვლავ გვაქვს, რა თქმა უნდა, სერვისების ნაკლებობა ადგილზე, იქნება ეს ფსიქოლოგიური მომსახურება, თუმცა გვაქვს ჩვენ კრიზისული ცენტრები, ძალიან ბევრი საქართველოს მასშტაბით გახსნილი, მათ შორის ჩვენს რეგიონში კერძოდ ეს არის მარნოულში, სადაც ჩვენ ვაგზავნით ძალადობის მსხვერპლ პირებს, სადაც ისინი ღებულობენ, ასე ვთქვათ, ძალადობის მსხვერპლთათვის კრიზისული მომსახურების ცენტრი არის ასეთი, სადაც ძალადობის მსხვერპლები ღებულობენ მთელ რიგ მომსახურებას, პირველ რიგში ფსიქოლოგიურ მომსახურებას. ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირებაში ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ასპექტი არის სტატუსის მინიჭება. ეს არის ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭება, რომელსაც ახორციელებს სპეციალურად სამართალ დაცულ ორგანოებთან ერთად ხდება და მას აქვს გარკვეული ვადა 18 თვის ვადაში მოქმედებს. ხოლო თუ თავშესაფარში ხდება ძალადობის მსხვერპლმა მასეთ შემთხვევაში უკვე განთავსების დღიდან განსაზღვრულ ვადაში. რა თქმა უნდა, კვლავ და კვლავ აქტუალური პრობლემა არის მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ძალიან ბევრი ესე ვთქვათ, გამოვლინება მოხდა ძალადობის მსხვერპლი ქალების, განსაკუთრებით არასრულწლოვანების, თუმცა კვლავ პრობლემა აქტუალურია და თუ კი ვთქვათ, დავითანხმეთ თანამშრომლობაზე და ჩვენ განვახორციელებთ, ასე ვთქვათ, დროული მომსახურება, მათი მხარდაჭერა, თქო უნდა კარგ შედეგზეც გავდივარ. აი, არასრულწლოვანთა შემთხვევაში თუ კი შეუძლებელია არასრულწლოვნის, ასე ვთქვათ, ბიოლოგიურ ოჯახში დატოვება, ვთქვათ, და ასე ვთქვათ, მის იზოლირება, ასე უფრო თეატრალურ ადგილას, ასე შემთხვევაში ჩვენ უკვე ვახდენთ მათ თავშესაფარში გადაყვანას, ეს არის ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოქმედებთ უკვე 427 დადგენილების შესაბამისად, ეს არის უკვე ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურების შესაბამისად. თითქოს ეს მექანიზმები არსებობს ჩვენ და რა თქმა უნდა, ყველაზე ეფექტური რაც არის კიდევ, ეს არის როგორც მე აღნიშნე, ეს არის კოორდინირებული მუშაობა, არა მარტო ჩვენი სამსახური სახელმწიფო სექტორის მხრიდან, ასევე თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც უშუალოდ კავშირში არიან ძალადობის აღმოფხვის საკითხებში, როგორც არის ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში, კერძოდ ქალთა უფლებების თანასწორობა, ქალთა უფლებების თანასწორობა, ეს არის ქალთა განათლების ამაღლება, ცნობიერების ამაღლება, რა ვიცი, გათანასწორება ქალთა და მამაკაცთა უფლებებზე, ზოგადად ცნობიერების ამაღლებაზე ძალიან დიდ როლს ასრულებს ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები და რა თქმა უნდა თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც უშუალოდ შემდეგ ჩვენს, ასე ვთქვათ, ჩვენთან ერთად ახორციელებენ სწორედ ძალადობის მსხვერპლთან მუშაობას. ეს იქნება ჩვენ თუ გავიხსენებთ სწორედ აი ეს 10 დღიანი კამპანია, რომელიც 1991 წლიდან მოქმედებს სხვადასხვა ქვეყნებში, რომელიც სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას ემსახურება, ასევე ძალადობის მსხვერპლთა დროებითი თავშესაფრები, როდესაც თქვათ შეუძლებელია, ასე ვთქვათ, ძალადობის მსხვერპლის, ასე ვთქვათ, ოჯახში დატოვება, თქვათ თუ შეუძლებელია დატოვება ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს თვითმმართველობებს გააჩნიათ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი, სადაც ისინი დროებით არიან განთავსებულები. და მესამე კიდევ ყველაზე ადვილი გზა, როდესაც ხდება მოძალადის, ასე ვთქვათ, განრიდება. ასეთ შემთხვევაში მოძალადე ტოვებს თავის საცხოვრებელ სახლს და ძალადობის მსხვერპლი, თუ კი ის, ასე ვთქვათ, იდენტიფიცირებული რჩება თავის საცხოვრისში და ის ჩვენთან თანამშრომლობის საფუძველზე შემდეგ ღებულობს მომსახურებას და მხარდაჭერას, რომელიც მათ რეაბილიტაციას, ფსიქოემოციურ მხარდაჭერას და
ზოგადად ასე ვთქვათ, გაძლიერებას შემდგომში შეუწყობს ხელს. დიდი მადლობა. ქალბატონო ლელა, რამდენად ხშირად მოგმართავენ ძალადობაში მყოფი ან ძალადობა გამოვლილი ქალები? უფრო რაზე საუბრობენ? რა არის ის ძირითადი პრობლემები, რასაც ასახელებენ? ძირითადად მომართვიანობა ჩვენთან ასე ვთქვათ არ არის ხშირი ჩვენ შეტყობინების საფუძველზე ან სხვა უწყებიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე გვაქვს ვიზიტი ასეთ ქალბატონებთან, სადაც ჩვენი სოციმუშაკები სწავლობენ იმ საჭიროებებს, რომლებიც მათ აქვთ. რამდენად სამწუხარო არ უნდა იყოს, აღნიშნულ საკითხზე მომართვიანობა ძალიან მცირეა. თუ შევიტყობთ ფაქტს და ვრეაგირებთ. დანარჩენ შემთხვევაში ასე მუნიციპალიტეტის მერიაში მოსვლა და ამ საკითხზე საუბარი ან რაღაც სერვისების მიღება უჭირთ. ძალიან ბევრია სამუშაო ამ კუთხით. დავითანხმები სამირას, რომ იმ უწყებები, იმ ანუ ორგანიზაციებში, სადაც ყურადღება უნდა მიექცეს ამ საკითხზე, ხშირ შემთხვევაში მალავენ და არ არის შესაბამისი რეაგირება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მუდამ მზად არის თავის კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს ამ თემაში, შეისწავლოს ყველა ის საჭიროება, ყველა უწყებასთან ერთად და ზუსტად ჩვენი მიზანია ზუსტად დავგეგმოთ ის პროგრამები, რომლებიც ამ საკითხის დარეგულირებაში, ასე ვთქვათ, თუ პრობლემის აღმოფხვრაში დაგვეხმარება. ყოველდღიურად კიდევ განმეორდები, რომ ყოველდღიურად მუშაობთ, მეტად სენსიტიური თემა არის. პირველადი საჭიროებები ყველა სოციალური დახმარების მიღებისა და გაცემის წესში ამ ეტაპზე ასახულია, მაგრამ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს კიდევ და ვაგრძელებთ მუშაობას, რადგანაც შეიქმნას პროგრამები, რომელიც საინფორმაციო კამპანიებისთვის, პრევენციის ადგილზე შესაბამისი საჭიროებების წარდგენაზე ან იმ ღონისძიებების გატარებაზე, რომლებიც ამ თემისთვის მნიშვნელოვანია, გვექნება შესაძლებლობა. ქალბატონო სამირა, დაგიბრუნდებით თქვენ. წევან ისაუბრეთ საინფორმაციო კამპანიებზე და კომპლექსურ მუშაობაზე და მაინც ჩაგეკითხებით. ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია. რა ღონისძიებები ტარდება სამოქალაქო სექტორის მხრიდან, რომ ქალები და გოგონები იყვნენ ინფორმირებულები? ჩვენი ინფორმაციით, მაგალითად, ბოლნისში მხოლოდ ერთ თვეში 20-ზე მეტი ადრეული ქორწინების ფაქტი იყო. რა უნდა იცოდნენ გოგონებმა, რომ დაიცვან საკუთარი უფლებები? ყოველივე ამისათვის რა ღონისძიებები ტარდება სამოქალაქო სექტორის მხრიდან? კი, სწორედ აღნიშნეთ, რომ ბოლო ორ თვეში 20-ზე მეტი ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული ბავშვთა ქორწინების. უბრალოდ ქორწინება არ არის ნიშნობის საფუძველია ძირითად შემთხვევაში და მე მიხარია, რომ გარკვეულ ფორმატებში განათლების სამინისტროსთან ერთად მოხდა ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს და არაერთხელ იყო მსჯელობა, თუ როგორ უნდა მოხდეს დროული და ეფექტური რეაგირება თვითონ სკოლების მხრიდან. გარდა იმისა, რომ ჩვენ მაგალითად მუშაობთ და არასამთავრობო სექტორი არა მარტო, მათ შორის სახელმწიფო სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები, ხო, ცნობიერების ამაღლების კამპანიებს შეხვედრებს, რაღაცა ტრენინგებს უტარებენ ხო სკოლაშიც ახალგაზრდებს, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვინც არის ხშირ შემთხვევაში ბავშვის, არასრულწლოვანი ბავშვის უფლების დამრღვევი, ის თვითონ ან ვინც უნდა იცავდეს ბავშვის უფლებას და სკოლის მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადადგას გარკვეული ნაბიჯები, სამწუხაროდ ეს ადამიანები არ რეაგირებენ ზუსტად თავისი
უფლება მოვალეობა არ აქვს კარგად გათვითცნობიერებული თუ სხვადასხვა მიზეზების გამო იმ თემის წარმომადგენლები არიან, თქვათ, მასწავლებლების შემთხვევაში, ხო, უშუალოდ ბავშვთა ქორწინების ან ბავშვთა ნიშნობის საკითხის წინაშე როცა ვდგავართ, მასწავლებლები ხშირ შემთხვევაში ამას მალავენ, რეალურად დანაშაულის თანამონაწილეები არიან ხშირ შემთხვევაში, იციან, ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ ჩვენ არ გვახსოვს ბოლო პერიოდში არც ერთი შემთხვევა, როდესაც თვითონ მასწავლებელმა შეატყობინა შესაბამის უწყებებს ამა თუ იმ მოვლენის და ფაქტის შესახებ. ხშირ შემთხვევაში ბავშვებს თვითონ უწევთ და გოგოებს თვითონ უწევთ ამ საკუთარი უფლებების თვის ბრძოლა და რაც დროშიც იწელება და არაეფექტური არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში, როგორც წეღან თქვი, არადროული, არაეფექტური რეაგირება გარკვეული სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან პროცესს წელავს და შესაბამისად იქ გოგოზე ფსიქოლოგიური ზეწოლა გარკვეულწილად ხდება ოჯახზე მათ შორის და აი, მოკლედ ძალიან რთული მოცემულობა. იმის თქმა მინდა მე მახარებს ის, რომ ბოლო პერიოდი ჩვენს მუნიციპალიტეტში მინიმუმ და არა მარტო დაიწყეს მსგავსი სტატისტიკის წარმოება, როდესაც განათლების სამინისტრო თვითონ არის დაინტერესებული ამაში, მათ შორის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის ჩვენც ვართ ამ პროცესში ჩართული. პირდაპირ სამინისტროში არიან ადამიანები, რომლებიც მზაობას გამოთქვავენ იმისთვის, რომ აი როგორც კი იქნება და თქვათ სკოლამ დროული რეაგირება არ მოახდინა ამაზე, გთხოვენ რომ შეგვატყობინეთ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სკოლის ადმინისტრაცია მასწავლებლებთანაც საჭიროა მუშაობა ამ მიმართულებით და რატომღაც ჩვენ ხშირად ეს კომპონენტი გვავიწყდება ხოლმე და ჩვენც ახლა ორგანიზაციის ფარგლებში და სხვა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვიმუშაოთ მათ შორის იმ ადამიანებთან. ქალბატონო ნატო, რას ურჩევთ ქალებს? როგორია თქვენი რეკომენდაციები იმისთვის, რომ ნაკლებად გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი, რა უნდა იცოდნენ და როგორ მოიქცნენ დისკრიმინაციული ფაქტის დაფიქსირებისთანავე? რა თქმა უნდა, ზოგადად ყველაზე მნიშვნელოვანი და რაც არის ყველაზე მთავარი, ეს არის განათლების ხელმისაწვდომობა, მათი უფლებების გაცნობიერება, საზოგადოებაში ჩართულობა, ის იქნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იქნება ეს თუ სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ქალების როლი, ქალების ასე ვთქვათ ჩართულობა ამ საკითხებში. რაც უფრო მეტი ასეთი შემთხვევები გვექნება ქალთა უფლებების დაცვის, ქალთა ცნობიერების ამაღლების ხო, მით უმეტეს ეთნიკურ უმცირესობებში, რა თქმა უნდა, მის უფრო მეტ ხელს შეუწყობს ესე ვთქვათ ძალადობის შემცირებას. და რა თქმა უნდა, ძირითადი პრობლემა მათ რაც მე წეღან ვაღნიშნე, ეს არის თანამშრომლობა იმ კომპეტენტურ ორგანოებთან, რომელიც ხელს შეუწყობს სწორედ ძალადობის შემცირებას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ამ საკითხთან მოგვარების. ძალიან დიდ მადლობას მოგიხდით. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. შეგახსენებთ, რომ ეთერში იყო გადაცემა ქალები ცვლილებებისთვის. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ გორისის მუნიციპალიტეტის მერის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი ლელა კვირიკაშვილი, ორგანიზაცია სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა წარმომადგენელი სამირა ისმაილოვა და სოციალური მუშაკი ნატო ბენიძე. სტუდიაში თქვენთვის მე მაია გავაშელი ვმუშაობდი, სარეჟისორო პულტთან იყო გიორგი ქაჯაია. გემშვიდობებით, კეთილის სურვილებით. ნახვამდის. ქალებს აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტილების პროცესში. ქალები ნაკლებად აქტიურობენ, თუმცა ყველა ქალს აქვს უფლება იყოს აქტიური მოქალაქე. მსოფლიოს გლობალური ცვლილებების პროცესში ქალების როლი უმნიშვნელოვანესია. იყავი აქტიური. ხელი შეუწყე ცვლილებების განხორციელებას. ხელი შეუწყე გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას ყველგან, სადაც ამის პრობლემა დგას. იყავი ინფორმირებული. იყავი აქტიური. ჩაერთე ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტილების პროცესში. შენ ჩვენთან ერთად შეგიძლია შეუერთდე ქალების ხმას რეალური ცვლილებებისთვის. შემოგვიერთდით და გვისმინეთ რადიო ვივის პირდაპირ ეთერში. ყოველ ორშაბათს გადაცემა ქალები ცვლილებებისთვის.